მოგესალმებით. ეს გადაცემა თავისუფალი თემაა, მე მისი წამყვანი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ვასილისა ჯაბახიძე, მაყურებელი მას იცნობს, ის ყოფილი საკრებულოს წევრია, პოლიტიკოსია, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ემიგრაციაში იმყოფება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა კი იქნება ძირითადად ვიზა ლიბერალიზაცია, მიმოვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასაც და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ვისაუბრებთ. დიდი მადლობა ვასილისა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვერთვებით. ჩართვისთვის. არაერთხელ ყოფილხართ თქვენ თრიალეთის ეთერში სტუმრად, მაგრამ ასე ჩართვით უცხოეთი და მგონი პირველად იმყოფებით და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ამისთვის. ვასილისა, პირდაპირ დავიწყებ კითხვით, რომ თქვენ იცით, რომ საფრთხის წინაშე დადგა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც არის მართლა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი. თქვენგან ემიგრანტებისგან დანახული ეს პროცესი, როგორია, რა საფრთხეებს ხედავთ და რას ფიქრობენ თვითონ, რა საფრთხეებს ხედავენ ემიგრანტები და მაყურებელს რომ აუხსნათ, რა სიკეთეა ეს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან? მივესალმებ კიდევ ერთხელ თქვენს მაყურებელს. მგონი საქართველოში სამწუხაროდ ოჯახი აღარ დარჩა, რომ ერთი წევრი მაინც ემიგრაციაში არ იყოს წასული და დღეს თუ საქართველოს ისე რაღაც კუთხით შენარჩუნებული აქვს ეკონომიკა და დღეს თუ ადამიანები არ შიმშილობენ და არ არის საქართველოს უფრო მეტად დამშეული, არის ზუსტად ემიგრანტების დამსახურება, იმიტომ რომ კიდევ ვიძახე, ოჯახი არ დარჩა, რომ ემიგრაციაში არ წავიდნენ ადამიანები. ვიზა ლიბერალიზაცია ხელს უწყობდა მათ საზღვარგარეთ წასვლას, ანუ არ უწევდათ საელჩოებში ძალიან დიდი რიგები სპეციალური დოკუმენტაციის შევსებები, ანუ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც მათ ევროპის ქვეყნებში წასვლა უნდათ, იმ ბიუროკრატიას აღარ გადიოდნენ, რასაც გადიოდნენ ხოლმე საელჩოებში და საკონსულოებში. ამის შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება პირველი, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არა აქვთ მათ სამუშაო უფლება და ხშირ შემთხვევაში, ანუ არალეგალურად არიან, იმიტომ რომ სამთვიანი ვადა როცა იწურება, მათ უნდა დატოვონ კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ არ ტოვებენ. ასე რომ ძალიან ბევრ უარყოფით მოიტანს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ქართული ოცნება სულ ამბობდა ხოლმე, რომ ისინი ევროპელები იყვნენ, ანუ პროევროპულ გზას ადგენენ და საქართველოს განვითარებისთვის მუხტაუხრელად შრომობდნენ. აი მაშინაც კი ამბობდნენ, როცა თქვენს ეთერში თქვენთან ერთად ვისხედით და სხვა თემებს განვიხილავდით ქართული ოცნებისა, იმ პოლიტიკისა, რაც ჰქონდათ და მაშინაც ღიად ვამბობდით, რომ ისინი არიან რუსები, იმიტომ რომ რუსულ საქმეს აკეთებდნენ. და ეს არაერთხელ გამოხატულა, მაგრამ დღეს ისინი, ანუ წინა საარჩევნოთ მათ რა სლოგანი ჰქონდათ, ანუ მათ ჰქონდათ სლოგანი, რომ ღირსებით ევროპისკენ. და როგორ 3 თვეში და 6 თვეში შეცვალეს კურსი და იცი რა არის თუ არ თუ გააუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას მერე რა. აი ქართველი ამ უშუალოდ კურსის შეცვლას რას უკავშირებთ, ასე მოკლე ვადაში შეცვალეს კურსი? ყველამ კარგად ვნახეთ 2024 წლის არჩევნების სპეცოპერაცია და არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ქართულ ოცნებას არ მიულოცა გამარჯვება არჩევნებში და ყველა ამაზე ღიად საუბრობდა, რომ ეს იყო სპეცოპერაცია და მეტიც მოუწოდეთ მათ ახალი არჩევნების ჩანიშვნისთვის, მოუწოდეს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიანად იდგნენ, გაეთავისუფლებინათ საკანებიდან, სადაც მართლა რუსულმა რეჟიმმა ისინი უკანონოდ ჩაყარა და დასაჯა მხოლოდ და ჯის დღესაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სიყვარულით იყვნენ გაჟღენთილები და ზუსტად ეს ამოძრავებდა და უნდათ რომ საკუთარი ხმა დაეცვათ ისევე როგორც სხვისი ხმა და მთელმა ევროპამ ევროსაბჭო იქნება ევროკავშირი ყველა მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ არ აღიარა, ანუ 2024 წლის არჩევნები არ აღიარა და დაიწყო ქართული ოცნების კრიტიკა და არაერთი ძალიან მტკივნეული საქართველოსთვის შეფასება მოვისმინეთ. ამ ყველაფერმა გამოიწვია, ანუ ქართულ ოცნებას დღეს სურს, რომ დიქტატურა შეინარჩუნოს და ხელისუფლების სადავეები გქონდეს. ამიტომ ეს ყველაფერი უკავშირდება ამას, რა თქმა უნდა. თუ შენ გინდა ევროპული სიკეთე, მაგრამ ღიად მიდიხარ რუსეთისკენ და დიქტატურას ამყარებ ქვეყანაში, უკაცრავად, მაგრამ ესე არ ხდება, რომ ერთი კოლგის ქვეშ იყო და ანუ სხვა პოლიტიკას ემსახურებოდა და დღეს ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება, ანუ რუსები არიან, ისინი საქართველოს ყველა ისტორიულ მტერთან
თანამშრომლობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ. და ევროპა, რომელმაც მათ შორის ჩვენ ქალაქში ძალიან ბევრი გასართობი თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, დასასვენებელი სკვერების რესტავრაცია დააფინანსა, აი იმ ევროპას ეუბნევია, რომ მე რა თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერებთ და ეს ანუ ამაზე მეტი გამოხატულება აღარ არსებობს იმისა, რომ ისინი ღიად რუსები არიან. ამას ემატება ისიც, რომ ჯანდაცვის რეფორმა, რასაც ქართულმა ოცნებამ გაატარა და ამას ამბობდა, რომ ჯანდაცვა ეს ჩვენ საქართველოში ძალიან მაღალ საფეხურზე ავიყვანეთ, სამწუხაროდ ესე არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს დღესაც ხო საქართველოში არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა. მათ არც ეკონომიკური მდგომარეობა უწყობს ხელს და არც ქვეყანაში შექმნილი ის ვითარება, რომ სრულყოფილად მიიღონ ის ჯანდაცვის პაკეტი, რაც მათ ჯანმრთელობას ჭირდება. და მაგალითად, თუნდაც ავიღოთ საფრანგეთში, ანუ რატომ მოდიან საქართველოდან ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტები სხვა ქვეყანაში და რატომ ბარდებიან ტოლვილებად? იმიტომ რომ ის მაგალითად საფრანგეთში სრულად უფასოდ უწევენ მათ სამედიცინო დახმარებას. როცა შენი ქვეყანა გეუბნება, რომ იცი რა ჩვენ ამის ხარჯები არ გვაქვს, მაგრამ შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დროს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯით თავის შვილს სვავს თვითმფრინავში და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გადაყავს. და შემდეგ ამერიკაში. კი ბატონო, ვიზა ლიბერალიზაციაც სწორედ აი ჯანდაცვის მიმართულებითაც დიდი შეღავათი იყო, ასე ვთქვათ, შეღავათია და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თუნდაც იგივე ონკოლოგიური პაციენტები თუ სხვადასხვა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად უცხოეთში მიდიან, ბარდებიან და ამაში ვიზა ლიბერალიზაცია უწყობს მათ ხელს. კი, რა თქმა უნდა, ხა საფრანგეთი იმიტომ მოვიყვანე ამის ნათელ მაგალითად, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოდან წასული, რომელიც ჩემი ნაცნობები ალბათ თქვენს გარშემოც. მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მე ყველა ჯანმრთელობას უსურვებ და იქ ნამდვილად ეწევათ ხარისხიანი მკურნალობა და ნამდვილად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ სხვადასხვა სიკეთეები. მეორე კუთხით რო შევხედოთ, აი ქართულ ოცნების ამომრჩევეს კიდე ყავთ მათ და თუ არიან ასეთები, აი მათ მინდა ვკითხო, რომ აი ნახეთ რა, ხო გვეუბნება, რომ აი ევროპაში ადამიანები ვინც სწავლენ, ან თვითონ ევროპა არის ძალიან ცუდი. და აბა ომი გინდას თეორიით. მთელი საარჩევნო კამპანია 2024 წელს ხო ამით ჰქონდა აგებული ბიძინა ივანიშვილს. და სამწუხაროდ ძალიან ბევრმა აიტაცა ჩემ და სამწუხაროდ. აი ხო შევხედოთ რა მეორე მხარეს, თუ ევროპა ესეთი ცუდია, მაშინ ალაძეს შვილი სამივე შვილი რატომ არიან დაბადებულები სხვა ქვეყნებში? მაგალითად, ერთი იტალიაშია, ერთი საფრანგეთშია, ერთი ამერიკაშია. რატომ? თუ ესეთი ცუდია ამერიკა და ევროპა, საკუთარი შვილების დაბადების ადგილს რა ეწერება დაბადების მოწმობაში, რატომ ირჩევენ სხვა ქვეყნებს? და რატომ არ ირჩევენ საქართველოს? აი ეს კითხვა ვინმე დავუსვა. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის შვილი და ყველა ის ადამიანები, ვინც ისინი ქართულ ოცნების ელიტას ხედავენ, მათი შვილები საქართველოში არ არიან დაბადებულები. და არიან ევროპის ან ევროპაში სხვადასხვა ქვეყანაში ან ამერიკაში დაბადებულები. აი წარმოიდგინეთ, საკუთარი შვილებისთვისაც კი დაბადების ადგილს ირჩევენ ევროპას. და ამ დროს შენ გეუბნევია, რომ შენ შულს არ სჭირდება ევროპა. თუ ასეთი ცუდია ევროპა, მაშინ მათი შვილები რატო სწავლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში და რატო არ სწავლობენ რუსეთში, მაგალითად პეტერბურგში. აი გიორგი სოსიაშვილი, რომელიც არაფერი არ უკეთებია, რაც პარლამენტის წევრია და ძალიან კარგად ვიცით მისი პოლიტიკური საქმიანობა, რას წარმოადგენდა, რა იყო და ყველა ხელისუფლების დროს სულის აგენტი იყო და კლუბის აგენტი. აი გიორგი სოსიაშვილმა საკუთარი შვილი რატო გაგზავნა იტალიაში უნივერსიტეტს სასწავლებლად და რატო არ გაუშვა პეტერბურგში? რუსეთი ხო ძალიან კარგია მათი წარმოდგენით, როგორც გველაპარაკებიან და ევროპა ცუდია. ანუ ორმაგი სტანდარტია და თვითონ მოსახლეობა თუ არ გამოფხიზლდა და მოსახლეობამ ეს ყველაფერი თუ არ გაანალიზა და წაიმა არჩევნების დროსაც თუ ის გადაწყვეტილება არ მიიღო, რა გადაწყვეტილება სინამდვილეში სურს. არა ის რომ პენსიას, როგორც ატყუებდნენ პენსიას შეუჩერებენ, სოციალურს შეუჩერებენ და შეუწყვეტავენ და სამწუხაროდ მართლა სოციალური ბევრ შეუწყვიტეს, სამსახურიდან გამოუშვებენ, ამას იდავენ. არა, თუ საკუთარი გულით მიღებულ გადაწყვეტილებას ბიულეტინზე არ გააფორმებენ,
მაშინ იქნებიან ქართული ოცნების ტყვეობაში. აი, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც დაახლოებით ბავშვები 200 ლარს სოციალურ შემწეობას იღებენ თვეში. და ამ დროს საპენსიო ფონდის დირექტორს 14500 ლარი აქვს თვეში ხელფასი. აი ეს უნდა შეადარო, შესაძლებლად უნდა გქონდეთ. აი საბავშვო ბაღის პედაგოგს, რომელსაც 600 ლარამდე ხელფასი აქვს, უნდა შეადაროს გიორგი სოსიაშვილის ხელფასი, რომელიც პარლამენტშია და 12500 აქვს. და 11500 ლარი აქვს. და დაუსვას კითხვა, გიორგი სოსიაშვილი რას აკეთებს იმაზე მეც ვიდრე ის? სანამ უშუალოდ სხვა თემებს შევეხებით, მინდა ეს კითხვაც დაგისვათ. ზოგადად ემიგრანტების თვალით დანახული საქართველო როგორია და მიმდინარე პროცესები, ისინი ვინც წლებია ვერ ჩამოდიან თუნდაც იგივე საბუთების გამო ქვეყანაში, ხომ და ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. როგორ აფასებენ მიმდინარე პროცესებს, თქვენ გაქვთ ვიცი შეხება ხშირად, ისიც ვიცი რომ თქვენ ახლა ზოგადად ადევნებთ ყველაფერს თვალყურს თუნდაც პოლიტიკურად, თუნდაც ყველა პროცესს ქვეყანაში და სხვა ემიგრანტების მოსაზრებები მაინტერესებს. ჩემს მაგალითზე ვითხრათ, ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ როდესაც ვუყურებ ინტერნეტის მეშვეობით აი იმ კადრებს, სადაც აქციებზე მონაწილე ბიჭებს ასამართლებენ. ასამართლებენ მზეამაღლობელს. ალბათო ნინოს, ანუ ამ ყველაფერს რო უყურებ, ანუ კინოკადრებივით ცოცხლდება ჯინსების თაობა, ანუ წიგნი, სპექტაკლი, ანუ ეს ცოცხლდება. და მიცოცხლდება ის განცდა, რომ ნეტა რა განცდა ქონდათ მაგალითად აი იმ ადამიანებს, მაგალითად მარომაყაშვილს, მაგალითად სხვა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ანუ მაშინ რა განცდა ქონდათ რა? როცა ჯიდნენ მხოლოდ ერთადერთი მოტივით, რომ ისინი საქართველოს სიყვარულის გულისთვის ისჯებოდნენ და დღეს იგივე სიტუაცია. აი მე მაგალითად ძალიან ხელავ და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც პოლიტიკოსები სხედან ეთერში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ლანძღვისმეტს არაფერს არ აკეთებენ ერთმანეთის. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია ადამიანები, რომლებიც დემოკრატიაზე მელაპარაკებიან და ხელისუფლებისგან გრანტებს იღებენ და ამავე დროს აქვთ გრანტები ევროკავშირიდან აღებული. და ამ დროს ეს ადამიანები მეუბნებიან, რომ აქციაზე მაგალითად მიხეილ სააკაშვილის პლაკატი არ უნდა იყოს. რანაირად? ანუ ჩვენ რეჟიმი უნდა დავამარცხოთ. ეს რეჟიმი არ არის კარდონის ტანკი, გაცილებით ძლიერია და გაცილებით დიდი ერთიანობა სჭირდება. ჩვენ შეიძლება ერთ ყველაფერში ერთნაირი შეხედულებები არ გქონდეს და ვერ გვექნება, მაგრამ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის გადაკვეთის წერტილები, რაც საქართველოს გამოიყვას ამ მდგომარეობიდან და ისე დღეს როგორც იქცევიან, ვერ გამოვლენ ამ მდგომარეობიდან. სამწუხაროდ ვერ გამოვლენ და ესე რეჟიმები არ მარცხდებიან, რეჟიმები მარცხდებიან მყარი პროტესტ და არა საეთერო ბადეში გადასული ურთიერთბრალდებებით და მაგალითად გახარიამ გერმანიიდან ყოა უნდა ასწავლოს ოცნებას და თურმე თბილისის ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით გახარია საქართველოს დაიბრუნებას. მინდა ეს გეგმა აქვს, ლელოსაც ხო იგივე გეგმა აქვს. აი მე ხან განცდამრჩება ხოლმე, როდესაც ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკობდნენ და ძალიან სამწუხაროდ ნუ გახარიაზე მაღალი წარმოდგენები არც არასდროს მქონია, ეს ადამიანი იყო 20 ივნის რუსი გაბრილოვის გულისთვის თვალებს რო ფთხრი და რუსთაველზე და უმოწყალოდ გვირტყავდა მაშინაც სპეცრაზმი და გაზის კაფსულებს ფეხებში გვიფეთქებდნენ და გვწამლიდნენ. ეს ის გახარია, ამ გახარია მე ხა სახე შეიცვალა, ვიღაცას რაღაცა უთხრათ, იგივე გახარია, ანუ არაფერი შეცვლია და გერმანიიდან უნდა მოუგოს თვითმმართველობის არჩევანი. განცდამრჩება ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, რომლებიც ეხლა მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ საარჩევნო უბანზე ნამყოფები არ არიან. აი, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე არჩევნებზე რა სპეცოპერაციაც ხდება და სამწუხაროდ მე და ჩემი მეგობრები, აი ძალიან ბევრჯერ მარტოები აღმოჩენილვართ. და მარტოების დაგვიცვია მარტო ჩვენი ხმა კი არა. და ნაციონალური მოძრაობის სამმართველოს ხმა კი არა. ყველა პოლიტიკური პარტიის ხმა. შეულებრივი ბრძოლა ის საარჩევნო უბანი იმ დღით. და არაერთი კადრები გაშუქებულა. არაერთი მუქარა ყოფილა პირადად ჩემზე, თქვენ გახსოვთ ალბათ 2024 წელს, ხო? სამჯერ გამოვიძახე პოლიციას სოფელ რეხაში, სადაც ფიზიკურად და სიტყვიერად მისწორდებოდნენ და პოლიცია არ მოვიდა და 2 კვირის მერე დამირეკეს პროკურატორით.
აი ვასილის ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი, რა თქმა უნდა, რომ თქვენ გაქვთ გამოცდილება თვითმმართველობის არჩევნებში, მონაწილეობის არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში, სხვა არჩევნებსაც აკვირდებოდით და თქვენ იყავით საკრებულოს წევრი. და აი ამიტომი და ამ თვითმმართველობის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა მაყურებელმაც იცის და თქვენთვისაც ცნობილია, ვინ არის ბოიკოტის რეჟიმში, ვინ იღებენ მონაწილეობას, ვიცით რომ 17 პარტია დარეგისტრირდა ცესკოს მონაცემები და თქვენგან მინდა როგორც ყოფილი დეპუტატს, როგორც ამდენი წლის გამოცდილება გაქვს არჩევნებში მონაწილეობის, რას ნიშნავს ეს თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნისთვის და როგორ შეაფასებდით ზოგადად აი ამ პროცესს ახლა რაც ხდება ამ მიმართულებით? სამწუხაროდ დღეს არავითარ არჩევნებს არ აქვს მნიშვნელობა იმ მოცემულობით, რა მოცემულობაც გვაქვს. 2024 წლის არჩევნებზე რაც მოხდა და რაც ჩაატარეს მათ, თელმა ცივილიზებულმა სამყარომ უთხრა, რომ არჩევნები არ ყოფილა და აუცილებელია თავიდან ჩატარდეს არჩევნები, ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და სხვა ტექნოლოგიით. ასე რომ დღეს არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ბიზინა ივანიშვილს გაუფორმო დიქტატურა კიდევ ერთხელ. მაშინ, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის ევროკავშირის დადგენილებაც, რომ ისინი ამბობდნენ, რომ დღეს, ანუ 2025 წელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ ოცნებას. აი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ან მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება ამას და რამ ორი პარტია, როგორც ვიცი, ანუ ლელო და გახარია მონაწილეობენ ამ არჩევნებში. ხო, აი, ძალიან მაინტერესებს, აი, რა უნდა გააკეთონ, აი, რა უნდა დაანახონ კიდევ საზოგადოებას. მეცაც გეტყვით, აი, ამ ორ პარტიასთან ბრძოლაში ქართულ ოცნებას გაყალბებას კი არ დასჭირდება, ისე მოუგებს არჩევნებს. და ამით ისინი ლეგიტიმაციას აძლევენ ქართულ ოცნებას. და ეს პასუხისმგებლობა უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემთვის არჩევნებზე რომ მივალ, ჩემი არჩევანის გასაკეთებლად როცა მივალ, ეს ორი პარტია ჩემთვის ასოცირდება იმ პარტიასთან, რომელსაც ვებრძოდით, რომელსაც საქართველოს ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანა და რომელსაც ლეგიტიმაციაში ხელი შეუწყეს. გასაგებია. ანუ ეს ერთიანობა, მხოლოდ ერთიანობა იმის გარანტია, რომ ქართული ოცნება ჩამოიშლება. მეტი არაფერი. დღეს იბრძვიან, აი მაგალითად ლელო სრულად მე როგორც მოქალაქე იმ პოზიციიდან ვლაპარაკობ და არავის არ ეგონოს რომ ეხლა რომელიმე პარტიის ან შეხედულებებით ვლაპარაკობ, არა, როგორც მოქალაქე ისე ვლაპარაკობ. ჩემი განცდა ღრმა რწმენით მე მჯერავს, რომ ლელო დღეს არჩევნებში მონაწილეობს, იმიტომ რომ აი ოპოზიციური ხმები აკრიფოს, რაღაცეები აი კომისიის წევრები მოაგროვოს, რაღაცა გააკეთოს და აი ოპოზიციაში მეორე თუ არა იქნებ პირველი ადგილი მაინც ქონდეს. აი ამისთვის არის ეს ყველაფერი. კი ბატონო. და მხოლოდ ერთადერთი რაღაცა, ის კი არა რომ ბიძინა ივანიშვილს ვებრძოლოთო, ამას კი არ აკეთებენ. არა, მიშას უნდა ვებრძოლოთო. ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად იყო კიევში, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი იყო, ჩამოვიდა საკუთარ სამშობლოში, ზუსტად იცოდა რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა. იმისთვის რომ ქართული ხალხის გვერდით ყოფილიყო და დღეს გერმანიაში წასული გახარია, რომელსაც თეატროლუკიანის ეშინია და იმ უსამართლო კომისიის შედეგი ვნახეთ, ყველა პოლიტიკური ლიდერი რო ციხეშია. და გახარია გერმანიიდან მოუგებს მაგალითად ბერლინიდან მოუგებს თბილისს წაართმევს და აი ქარელი თუ მოიგეს მაგალითად არ ვაკნინებ არც ერთ ქალაქს რასისწულელი აი ქარელი თუ მოიგეს ქარელის გამგებელი ვინც იქნება ის დაიწყებს ერთიან გამათავისუფლებენ მოძრაობას აი ეს ხო აბსურდია ანუ რატო გონიათ აი ყველაზე საწყენიც რა არის ამ პოლიტიკურ პარტიებს გონიათ ამომრჩეველი და თავის საკუთარ ამომრჩეველი ისეთი ანუ დაბალი განვითარების რომ აი ესეთ რაღაცას დააჯერებენ და მოატყუებენ რა ძალიან სამწუხარო ანუ შენ ამომრჩეველს პოლიტიკურ პარტია რო ხარ მაღალი შეფასებით უნდა აფასებდე და არა ისეთი დაბალი შეფასებით რასაც დღეს აკეთებენ გასაგებია თქვენი პოზიცია ვასილისა და მაყურებელს რომ უთხრათ თვითმმართველობის მნიშვნელობა რა არის თვითმმართველობა
რომ უთხრათ და არის თუ არა ზოგადად დამოუკიდებელი თვითმმართველობა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქალაქის მაგალითზეც თუნდაც. თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ ყოფილა ალბათ არასდროს. და ქართული ოცნების პერიოდში საერთოდ არ ყოფილა დამოუკიდებელი. თვითმმართველობა არის ის ორგანო, რომელმაც საჯარო უწყება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქალაქის, ანუ მუნიციპალიტეტის და მას შემავალი სოფლების კეთილდღეობა. იმ ბიუჯეტით, რა შემოსავალიც მას ადგილობრივი გადასახადებიდან შეძლის და ასევე სახელმწიფოს ტრანსფერი. დღეს თვითმმართველობაში ადამიანები რომ სხედან, აი გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში რომ ადამიანები სხედან, ის ადამიანები არამც თუ დამოუკიდებლები ქართულ ოცნებას გულისხმობენ. არამედ ზუსტად იციან რომ ხელისუფლებას მალე ჩამოშორდებიან და არიან მოსწრებაზე გადასულები. აი მაგალითად, ერთი მაგალითი, ლომჭაბუკის სკვერი ხომ გახსოვთ? მაშინ თქვენი ეთერითაც არაერთხელ გავიდებ გადაცემა. როდესაც 46,000 евро მოგცა ევროკავშირმა გრანტის სახით, რომ ლომჭაბუკის სკვერიში, ანუ მომხდარიყო რეაბილიტაცია. აი მაშინ ქართულმა ოცნებამ 2017 წელს ეს გრანტი ვერ აითვისა და უკან დაბრუნება მოუწია. მაგალითად, აი თვითმმართველობაში, სიპებში და აიპებში რომ დასაქმებულიყავთ ადამიანები. იმდენი სკამი არ არსებობს აიპებში, რამდენი ადამიანის გაფორმებულია. უბრალოდ ყველა ერთ დღეს რო გამოცხადე სამსახურში ვერ დაეტერია. არ არსებობს. ქართული ოცნების კოორდინატორებს ჯიბეში აქვს სახელმწიფო კარტა და მათ არ იციან სად მუშაობენ, მაგრამ ხელფას იღებენ. აი მაგალითად, თამარ მურალოს რატო არავინ არ ეკითხება შენ წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე რომ მუშაობდი, ეხლა ქართულ ოცნებაში რანაირად ახალ და ეხლაც როგორ აქვს ამხელა პოლიტიკური თანამდებობები. მაგრამ 2024 წელს აეხლა რომ არჩევნები იყო სოფელ ძევერაში მის ძმასთან როგორც ფიზიკური სიტყვიერი დაპირისპირება მომივიდა. იმიტომ რომ იყო და ზეგავლენას ახლდნენ და ამომრჩეველს. იმიტომ რომ არ მოვიდა პოლიცია რამდენჯერაც გამოვიდა. იმიტომ რომ დღეს ადგილობრივ ფეოდალებად გადაიქცა ქართული ოცნების საკრებულოს წევრები. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გარკვეულ მათგანს სრული განათლებას კი არ აქვს, საშუალო სკოლას კი არ აქვს დამთავრებული. მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ დღეს ეს ადამიანები გაერთიანებული არიან ერთადერთი მიზნის გულისთვის, ანუ ხელფასის გულისთვის. და ამის გულისთვის ყველაფერს გააკეთებ. აი მაგალითად დავით რაზმაძე როგორ შეიძლება იყოს სულთაკრებულოს თავმჯდომარე. აი რანაირად. დავით რაზმაძე პირველი იყო ხოლმე, რომელიც სუფრაზე ახტებოდა და მიშა სადღიგრძელოს მაგიდაზე ახტებოდა თავის მოსაწონს. აი ეს ადამიანები დამოუკიდებლები როგორ იქნებიან? ვერ იქნებიან, ისინი ერთადერთ მიზანს ესახურებიან. ისინი ესახურებიან მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ აი მაგალითად, ნებისმიერმა აი მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელმა ადამიანმა თავს დაუხსვას კითხვა, რომ აი გორის ბიუჯეტი მე როდესაც გორში ვიყავი დაახლოებით 42 მილიონი იყო ხოლმე და ეხლა შესაძლებელია ცოტა გაზრდილია ეს ციფრი, მაგრამ არ იქნება მაქსიმუმ 50 მილიონი, ხო? გაზრდილია. აი ის 50 მილიონი რო აქვს ბიუჯეტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რაში იყენებენ? ანუ ისევ გზების გაკეთებაში ენდერებს იგებენ ქართული ოცნების შემომწირულები და მათ შორის ერთ-ერთი აბალაკების კომპანია, რომელიც მე არის ხოლმე ქართული ოცნების შემომწირული ავტომატურად. ერთ და იგივე გზას აკეთებენ. ეს გზა რო დაიგება, მე ახსენდებათ, რომ უი შიდა კომუნიკაციები დაბლა გასაკეთებენ, ანუ ფულის ფლანგვა მიდის. და გორში, აი ნაომარ ქალაქში, დაბომბილ ქალაქში სხვადასხვა, აი მაგალითად სკვერში მოსაწყობს თავარჯიშოებს რუსული კომპანიისგან ყიდულობენ. აი შეუძლიათ ახალწელს რუსული კომპანიისგან რუსული კაფეთი იყიდონ და მიუტანონ სოციალურად დაუცველ ბავშვს. ისიც ხო არ გონიათ რომ 1 კილო მაინც არის 300 გრამი მაქსიმუმ. ყიდულობენ მანქანებს, ანუ რუსულ პროდუქციას ყიდულობენ რუსულ კომპანიებისგან და მანქანებს ბიუჯეტის ფულით რომელსაც ყიდულობენ, არ ყიდულობენ რუსულს. ყიდულობენ მაღალი ხარისხის ავტომობილებს და ისეთ ბრენდებს, მაგალითად როგორიცაა Toyota, Mercedes-ი. თუ რუსეთი ესეთი კარგია მათთვის, რატომ არ ყიდულობენ რუსეთისგან ავტომანქანებს?
ვასილი თვითმმართველობა. აი თქვენ როგორ ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ თვითმმართველობა იყოს ფუნქციური, ასე ვთქვათ. აი პირველი ნაბიჯები თქვენ როგორ ხედავთ? თვითმმართველობა რომ ფუნქციური იყოს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გუბერნიის სამსახური გაუქმდეს. გუბერნატორის სამსახური გაუქმდეს. იმიტომ რომ გუბერნატორი როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მომლაპარაკებელი არ სჭირდება. იმიტომ რომ გუბერნატორს არ უნდა უთანხმოებდეს დამოუკიდებელი მერი თავის ქალაქში, რომელი ქუჩაში რა სკვერი გაკეთდეს და სად მაგალითად შიდა კომუნიკაცია გაკეთდეს, ან წყალი გაკეთდეს, ან მაგალითად ლიფტი გამოიცვალოს რომელიმე სადარბაზოში, ან რომელიმე სოფელში ბაღებთან მისასვლელი გზა გაკეთდეს. ამას გუბერნატორს არ უნდა უთანხმოებდეს. და დამოუკიდებელი მერი ყველა სამსახურს უნდა აკონტროლებდეს და მათ შორის უნდა აკონტროლებდეს იმ სიპებს და აიპებს, რომელიც მის დაქვემდებარებაში არის. უნდა თვითონ იყოს, საკუთარი ქალაქი უნდა უყვარდეს, თუ საკუთარი ქალაქი არ გიყვარს, ვერ გააკეთებ, ანუ არ გამოგივა, არ გაინტერესებს და არ გაღელვებს. და არაფერი არ გამოგივა. ეს ადამიანები გაერთიანებულები არ არიან იდეის გარშემო. იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შიშველი ხელებით შეუძლიათ მთები გადადგან. მაგრამ ფულის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შეუძლიათ რამოდენიმე თვით ან წლით მიიღონ მხოლოდ კეთილდღეობა და მე ეს კეთილდღეობა როგორც კი დასრულდება, ყველაფერი დასრულდება მათთვის. დიახ. დიდი მადლობა ვასილისა საინტერესო საუბრისთვის და ამასაც გკითხავთ აუცილებლად თქვენი გეგმები რომ გითხრათ თუ ახლოეს პერიოდში იქნები თუ არა საქართველოში ჩაერთვები თუ არა მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ პროცესებში 2024 წელს ჩამოვედი საქართველოში და მარტის აქციები როდესაც იყო პირველი კანონი როცა შემოიტანეს მე საქართველოში არ ვიყავი მაგრამ მე ის ღამე თეთრად გავათენე როცა უყურებდი რომ 8 მარტი რომ თენდებოდა როგორ არბევდნენ მოქალაქეებს და ის დროშამოფარებული გოგო რომელიც წყლის ჭაურზე ცეკვავდა. მე პირადად ჩემი ქვეყნის ყველა უკან გადადგმული ნაბიჯი მაღელვებს. მე აუცილებლად ყველა პროცესში ჩავერთვები, იმიტომ რომ როგორც მოქალაქე მე ესე მიმაჩნია რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს აქვს ის წარსული რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ჩვენ წარსულში ისტორიაში ყავდა ისეთი ადამიანები რომლებსაც პირადი ინტერესი საერთოდ არ ამოძრავებდა და ეს ქვეყანა აქამდე მოიტანეს და როგორ შეიძლება ახლა მარო მაყაშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ჩოლოყაშვილის და აი ესეთი ყველა სამწუხაროდ ვერ ჩამოთვლა აი ამ ადამიანების ხელით, სისხლით, სიცოცხლის ფასად მოტანილი უახლოესი ისტორიაა ეს ხო აი ამ ადამიანების სისხლით და უფლით მოტანილი საქართველო როგორ შეიძლება რომ მორია ივანიშვილის ხელში აღმოჩნდეს აი არ უნდა მოხდეს ეგ და მე როგორც ერთ რიგით ქართველს რაც შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მზათავარ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის წარმატებას გისურვებ და მალე ერთია საქართველოში დაბრუნებას. კარგად იყავით, მადლობა. მადლობა თქვენ. მაყურებელს კი დავემშვიდობები მომდევნო გადაცემამდე.